სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და მდიდარი ქვეყანა შვეიცარია არაერთ სექტორშია მოწინავე და განვითარების დასავლურ ევროპულ კურსს ურყევად ინარჩუნებს. ძლიერი ეკონომიკა, პოლიტიკური სტაბილურობა, კულტურული მრავალფეროვნება, ტექნოლოგიური ინოვაციები, მწარმოება, სოფლის მეურნეობა ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რითაც შვეიცარია მსოფლიოს ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნების სიაში იწერება. მდიდარი ისტორიის მქონე სახელმწიფოს ყველის წარმოების ასევე მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურა აქვს. პროდუქტის რომლის გაგონებაც სწორედ შვეიცარიის ალპებში გვამოგზაურებს. წარმოების 100-წლეულოვანი ტრადიცია სწორედ ალპურ ზონასთან არის დაკავშირებული, სადაც წლების განმავლობაში არსებობდა მწყემსების და სოფლის მეურნეობის ძველი წესშეულებები. მე-10 საუკუნეში დაწყებული ტრადიცია ინდუსტრიულ დონეზე უკვე მე-19 საუკუნეში გრძელდება. მაშინ, როდესაც შვეიცარიამ ოფიციალურად დაიწყო მეწარმეობის განვითარება ყველის წარმოების მიმართულებით. ამ პერიოდს უკავშირდება ისეთი ცნობადი სახეობების წარმოშობა, როგორიც არის ემენტალი. სწორედ მე-19 საუკუნეში, კერძოდ 1815 წელს, 3 თებერვალს შვეიცარიაში კომერციული ყველის წარმოების პირველი ქარხანა გაიხსნა. ქარხანა ემენტალის რეგიონში, შვეიცარიის შუა ნაწილში მდებარეობდა. რეგიონში, სადაც ემენტალის ყველი განსაკუთრებით პოპულარული იყო. ძროხის რძისგან დამზადებული ტრადიციული ყვითელი შვეიცარიული ყველი ემენტალის ხეობაში, ბერნის კანტონში, შვეიცარიაში მზადდებოდა. ყველი ნახევრად მყარია და საშუალოდ 75 კილოგრამს იწონის. დამზადების განსაკუთრებული პროცესი და სპეციფიკა ყველის მსხვილ ნახვრეტებს განაპირობებს. პირველ კომერციულ წარმოებას უკავშირდება ზოგადად ყველის წარმოების ორგანიზებულ კომერციულ საქმიანობა ჩამოყალიბება. ეს პერიოდი დაკავშირებულია სოფლის მეურნეობის დიდ რეფორმებთან, რომლებმაც ხელი შეუწყო ყველის წარმოების განვითარებას, პროდუქტის, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა. შვეიცარიული ყველი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი მდგენელი გახდა და ის დღესაც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მოთხოვნადი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. ცენტრალური ევროპიდან 3869 კილომეტრის მანძილზე საქართველოში ვინაცვლებთ. კერძოდ დმანიში, სადაც ერთ-ერთ მიზნად შვეიცარიული ყველის წარმოების ტრადიციის აღდგენა დაისახეს. მიხეილ სვიმონიშვილის ინიციატივით დმანიშის სოფელ სარკინეთში შვეიცარიული აგრარული სკოლის მშენებლობა დაიწყო, რომელიც პროფესიული სასწავლებლის გარდა ყველის საწარმოს და ძროხების ფერმას აერთიანებს. სკოლა კავკასიას სულ რამდენიმე წელს ითვლის, თუმცა შვეიცარიული ყველის ამბავი ქართულ მიწაზე იმდენივე წლისაა, რამდენიცაც თავად შვეიცარიაში პირველი კომერციული ყველის წარმოება. ცნობების მიხედვით, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში საქართველოში შვეიცარიული ყველის 33 საწარმო ფუნქციონირებდა. მაშინ აქ წარმოებული ყველი საზღვრებსაც სცდებოდა და მათ შორის შვეიცარიაში იგზავნებოდა. ტრადიცია აღდგენილია. BMG-ის არქივი 2023 წლის ინტერვიუს ინახავს, სადაც იდეის ავტორი და ამბის მთავარი შემოქმედი იმ მიზნებზე ყვება, რომლისთვისაც სარკინეთში მილიონობით ინვესტიცია ჩაიდო. როგორც თავად ამბობს, არაკომერციულ პროექტს, რომელიც ყველის საწარმოსაც სასწავლო მიზნით აერთიანებს, წარმატებული შედეგები აქვს. 2 საუკუნის შემდეგ ქართულ მიწაზე დამზადებულმა ყველმა კვლავ შეძლო და ექსპორტის პრეცედენტი შექმნა. როგორც ბიზნესმენი ყვებოდა დმანიში მდებარე საწარმოდან, ქართულმა ყველმა გეზი ამჯერად შტატებისკენ აიღო. ვაწარმოებთ ყველს, უკვე პირველი 2 პარტია ამერიკაში გავყიდეთ, ნიუ-იორკში გავიდა ჩვენი ძალიან მაღალი ხარისხის ყველი მოსწავლეების. რა რაოდენობით? ჯერჯერობით შეიძლება ითქვას, რომ 9 ტონაზე მეტი წავიდა, მაგრამ ძვირია ჩვენი ყველი და იმედი გვაქვს, რომ საექსპორტო პოტენციალს შევქმნით და რაც თავარია, ჩვენი მოსწავლეები სწავლობენ, ხარისხიან პროდუქტს აქვს თავის ფასი. არ ვიცი მე რა და 9 ტონა აქაური ყველი რამდენი დოლარის არის? $23 გავყიდეთ კილოგრამი. დანარჩენი დავით რა? დანარჩენი. იყო დაახლოებით სადღაც 9 ტონაზე მეტი გავყიდეთ. პირველი $20,000 ყველი გაიყიდა უკვე ამერიკაში და თბილისის ნელ-ნელა დაიწყო გაყიდვები. ხო ჯერჯერობით მარაგებს ვაკეთებ. შვეიცარიაში დაწყებულ ამბავს დღეს ქართული გაგრძელება აქვს და არა მხოლოდ ქართული. შვეიცარიელი ფერმერების დაწყებულ საქმეს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში აგრძელებენ. თავად ქვეყანა კი ადგილობრივი წარმოების განვითარებას აგრძელებს. როგორც ევროპელი, შვეიცარიაში მცხოვრები ფერმერები ამბობენ, ეს სინერგია ქვეყანა შვეიცარიული ყველის წარმოების განვითარებას ეხმარება. შვეიცარიული ყველი კი ქვეყნის პოპულარიზაციას იღებს საკუთარ თავზე.